Სხვანა ასათიანი ამერიკიდან და კვლავ საქართველოში განვითარებული მოვლენები ურეკში ბულვარის რეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. Მთლიანად კეთილმოეწყობა და გამწვანდება ზღვისპირა ზოლი ურეკის ბულვარის სიგრძე კილომეტრი და 800 მეტრი იქნება. ადგილობრივების სამუშაოების დასრულების შემდეგ 24 საათიან რეჟიმში გაფილტრულ წყალს მიიღებენ. Რეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა. ურეკი ახალი სიცოცხლისთვის და ტურისტული სეზონისთვის ემზადება. ზღვისპირა დაბის განახლებული იერსახე მალე ასეთი იქნება. 1800 მეტრიანი ბულვარი მთელ სანაპირო ზოლს გაყვება. ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და გამწვანდება. მოეწყობა ველობილიკები, დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები და თანამედროვე გარე განათებები. ურეკში სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. მარტო ბულვარის რეაბილიტაციაზე 200-მდე ადგილობრივი დასაქმდება. მუშაობ, გამომუშავებაზე კმაყოფილი ვართ ყველაფერში. ახლა მუშაობ ამ ბულვარის პარტიების საქმეზე. ეს გულის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი ბახმაროსთან ერთად მე გულისხმობ ურეკის ამ შემთხვევაში რეაბილიტაციას და დარწმუნებული ვარ, რომ უამრავ ადამიანს მიანი ამას თავის თავზე იგრძნობს. ახალ ბულვართან ერთად ურეკში სხვა მასშტაბური პროექტების განხორციელებაც იგეგმება. მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. ახალ რეზერვუარებთან, ჭაბურღილებთან და სატუმბ სადგურებთან ერთად ზღვის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა აშენდება. წყლის პრობლემა დიდი ხანია არსებობს ურეკში. ზოგჯერ არის და უფრო უმეტესად არ არის წყალი და ძალიან შეწუხებულია მოსახლეობა ამის გამო. ეხლა გვაქვს იმედი, რომ დაპირება არის და იმედიც გვაქვს, რომ დაიწყება გაკეთება და იქნება ასე. რა თქმა უნდა, დამშვენებელი მეტი იქნება, წყალი როგორ იქნება და კანალიზაცია დამშვენებელიც მეტი იქნება. ურეკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები დღეს პრეზიდენტმა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათ არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა. პრეზიდენტმა გურიის განვითარების გეგმაზე და ახალი საწარმოების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. აქამდე ბულვარი გავაკეთეთ ჩვენ ბათუმში, ანაკლიაში, კობულეთში კეთდება ახლა ძალიან მაგარი და ყველაზე მაგარი ურეკი. გვაქვს იმედი. ეს არის და გვაქვს იმედი. გაგიზგადა ურეკი ბულვარი დასწრებლად არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ურეკში კეთდება საუკეთესო წყალგაყოლობის სისტემა. ყველაზე კარგი სისტემა საქართველოს შექმნება ამ ხრივ ბათუმს და ურეკში. წელს ვაკეთებ მაგრა ბახმაროს ძალიან და მაგრად ვაკეთებ ზღვას ურეკს. ესე გურიას ექნება მთის კურორტი მაგარი და ზღვის კურორტი და შეეკრება მთლიანად. Სოჭოლის ახლა ბულვარებს ჩვენ რა თქმა უნდა ფოთში უნდა გავაკეთოთ მაგარი ბულვარი მე ფოთში კეთება ქობულეთში კეთება რა კეთება ახლა ყველაზე სწრაფად და ყველაზე კარგი გამოდის ჯერჯერობით მაგრამ თავარია წყალი ხალხის და გურიაში როცა ამხელა საჭიროა თუ იქნა კარგი ფის კურორტი თუ იქნა კარგი ზღვის კურორტი საერთაშორისო მასშტაბის და თუ შემოვიყვანოთ საწარმოებით ახლა მუშაობთ იმაზე რომ სამკერპო საწარმოებით გადმოვიყვანოთ აქ რამდენიმე 2-3 წელი მაინც პრაქტიკულად უმუშავრობის პრობლემა გადავტეხავთ წელს უკვე წელს მომავალს. ძალიან გვიხარია თქვენი დანახვა, ძალიან. მე ვიხარია ყოველთვის თქვენთან. რამდენი ტელევიზორში გამორწონდებით იმ წუთში მივატოვებ საქმეს. გურულებს შედება ჩვენგან გასაგუთებული გურულა. ძალიან ყველაფერია გურიას, თაც, ღვაც. მიწამცირე მიწიანია, მაგრამ ნაყოფიერი მიწა, ამიტომ ნოყიერი მიწა, ამიტომ ჩვენ იქ ნახეთ ოზურგეთში ხა მერიაში ეს ცენტრი ფერმერთა და მაგ კარგად გამოვიყენოთ. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს საწარმოებიც აქ შემოვიყვანოთ, იმიტომ რომ აჭარაში რამდენიმე სამკერპო ფაბრიკა გაიხსნა, აქ ჭირდება 2 მინიმუმ 2 გაიხსნება, ან მესამე შეიძლება დავუმატოთ უახლოეს დღეების შემდეგი 1 წლის განმავლობაში. და პრაქტიკულად ეს მოხდებს იმას, რომ დაუსაქმებელი ადამიანები აქ შეესწავლონ. ეგერ არის ჩვენი თავრობის ყველაზე დიდი ლობისტი გურიაში, მაგრამ საიდუმლოდ ყველაზე დიდი ლობისტი მე ვარ. გაიხარეთ აქ იქნება ბულვართა მოსასვლელი ყველა გზა განათებული, მენდილი გაკეთებული და წელს აქ ორჯერ მეტი ტურისტი მოკლევადიანად მაინც ჩამოყვანდა. მე ეს მოაჩენებს ახალ სასტუმროებს გააკეთებს მოამრავლებს და პლუს ბახმარო კეთდება წელს დავაგდო. მე ხო ვიცი რა ყველაზე მეტად ხდება ეხლა შემოსავლის წყაროები. მართლა ძალიან დიდი გაჭიროება ჯერ გურიაში და მაინც ყველაზე მიტოვებული ალბათ მაინც გურია ყავდა თელესლები და ამას შედება განსაკუთრებული ხელისშევლება ეხლა და მე და რამაზი ამაზე ვმუშაობ.
ურეკში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციაზე 500 ადამიანი დასაქმდება. სამუშაოების პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ მოსახლეობა გაფილტრულ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. 17 მილიონიანი პროექტის მთლიანად დასრულება 2013 წლის ბოლოსთვის იგეგმება.